ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე კაი რაც მოხდა შესავალს გავაკეთებ უბრალოდ ეს არის რომ ფლიკი მოვიდა იქიდან გამომდინარე რაღაცა ის დანაკლისი რომელიც ვიღაცისთვის დანაკლისი იყო ვიღაცისთვის დროებით მოვლენა იყო რომ ხავი წავიდა ყველაზე იდეალური შემცვლელად მაინც ფლიკი ჩანდა იქიდან გამომდინარე რომ ის იდეოლოგია რაც ბარსელონას აგდო ზოგადად ლაპორტას საკმაოდ კარგად ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ჩაჯდა და ვნახოთ რა და როგორ იქნება რა მე ვერ ვიტყვი რომ მოლოდინი მქონდა რომ გინდა თუ არა ფლიკის მოსვლა კარგ შედეგს მოიტანდა, ანუ არანაირი მოლოდინი არ მქონდა საერთოდ. არ ვიცოდი რა იქნებოდა, წარმოდგენა არ მქონდა და ის მოლოდინი ველოდი უბრალოდ, აბა ნახოთ რა იქნება. რაც დადგა საბოლოო ჯამში შედეგი, ოღონდ შედეგში არ გულისხმობ მარტო ტიტულებს, რაც ძალიან მაგარია რა თქმა უნდა, შედეგში გულისხმობ პირველ რიგში თამაშს და იმას, რომ გასულ სეზონში მე მგონი თამამად შეიძლება თქვა, რომ ბარსელონა იყო ყველაზე კარგი გუნდი. აი ეს ყველაფერი დააჯამო რა, შედეგები, თამაშის სტილი, ის თუ როგორ თამაშობდა გუნდი რა რესურსით, რა საკეთებდა. ყველაზე კაი გუნდი იყო ჩემი აზრით ევროპის მასშტაბით. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგა თქვა პარი სენ-ჟერმენმა მოიგო, რომელიც ასევე ძალიან მაგარი იყო. ხო, პარი სენ-ჟერმენი საკმაოდ ბევრიც დახარჯა ეხა იმისთვის, რომ ამ გუნდს მისულიყო. ხო, ბარსას არაფერი ტრანსფერი გაუკეთებია, ფაქტობრივად ჩავის გუნდი თლიანად თითქმის იგივე გუნდი ჩაიბარა ფლიკმა. მაგიტომ მოლოდინი არანაირი არ მქონდა, არ ვიცოდი რა იქნებოდა, არც მაინც ოპტიმისტური განწყობა მქონდა წარსულიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე რომ აშკარად რთული პერიოდია ხო ბარსელონასთვის ყველანაირად და აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით ზედმეტად გადააჭარბა კიდეც ყველანაირ ოპტიმისტურ მოლოდინს რომელიც შეიძლება მქონოდა. არ მქონდა, მაგრამ მე დავფიქრე რა შეიძლება მეფიქრა ოპტიმისტური კუთხით, იმასაც გადააჭარბა. იმიტომ რომ მაქსიმუმ იყო რომ მეფიქრა აი იქნება ჩემპიონატი როგორმე მოვიგოთ. ხო, არა, მე გამიგონდა ლა ლიგას გავწურავდით ბოლომდე. ხო, და ფიქრობდი რა როგორ უნდა მოვიგოთ ჩემპიონატი, როდესაც მბაპე მივიდა რეალში. ანუ ისაც რა გუნდი იყო, წინა წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგეს ჩემპიონატი, მოიგეს და კიდე მბაპე დაემატა ამ გუნდს. თუმცა ამავე დროს მბაპეს დამატების მომენტში არ მქონდა განცდა რომ გინდა თუ არა ეს აუცილებლად დადებით შედეგს გამოიღებს ეგრევე. დრო დაჭირდებოდა. მე მგონა რომ დრო დაჭირდებოდა. საბოლოო ჯამში მივიღეთ ის რომ არ ვიცი მე რამდენად მოახერხებენ წელსაც ახლა ამ სეზონშიც მბაპე და ვინისიუსი ერთად მოძოვას ასე ვთქვათ. თუმცა ანუ რეალი კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა ეხლაც. ბარსა კი ისე ვერ ახერხებს გაძლიერებას.